გამარჯობათ, ეს დიდი ვეზირის მორიგი ეპიზოდია, მე შოთა თხელიძე ვარ. დასაწყისისთვის მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი ჩემი ვიდეოები. დღეს განვიხილავ ორ საკითხს და პირველი მათგანი იქნება შეერთებულ შტატებსა და იემენელ ჰუსიტებს შორის მოულოდნელად გამოცხადებული ზავი, რომელიც დონალდ ტრამპმა გამოაცხადა 6 მაისს თეთრ სახლში. მე შევეცდები მივყვე ამ ორ მხარეს შორის დაპირისპირების ქრონოლოგიას, როგორ განვითარდა ეს პროცესი და რატომ დასრულდა ესე მოულოდნელად და რა მიზნებს მიაღწიეს ორივე მხარემ. პირველ რიგში ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ 2023 წლის 7 ოქტომბერთან, როდესაც ღაზაში დაიწყო ახალი კონფლიქტი ტერორისტული თავდასხმის შედეგად და ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზაში ჰამასის წინააღმდეგ თანამდებობით გადაიზარდა გენოციდურ პროცესში, რომელსაც რამდენიმე 10,000 პალესტინელი უკვე ემსხვერპლა. პალესტინელებსა და ისრაელის შორის დაპირისპირების ეს მორიგი და მწვავე ეპიზოდი აღმოჩნდა იმისი მიზეზი, რის გამოც იემენური ანსარალა, იგივე ჰუსიტები ჩაერთნენ აი ამ კონფლიქტში და უშუალო მხარდაჭერა გამოუცხადეს პალესტინურ მხარეს, ეგრეთ წოდებული არაბული სოლიდარობა გამოავლინეს და დროთა განმავლობაში ჩვენ დავინახავთ, რომ იემენური ანსარალა აღმოჩნდება ერთადერთი არაბული სუბიექტი, რომელიც აი ამ სამხედრო მხარდაჭერას უწევს პალესტინელებს და უშუალოდ არის ისრაელთან კონფლიქტში, სამხედრო კონფლიქტში ჩართული. რაში გამოიხატებოდა ახლა ეს სამხედრო კონფლიქტში ჩართვა? პირველ რიგში მათ გამოაცხადეს ებრაული გემების ბლოკადა წითელ ზღვაში. მოგეხსენებათ, წითელი ზღვის შესასვლელს ინდოეთის ოკეანიდან ბაბ-ელ-მანდების სრუტეს პრაქტიკულად აკონტროლებს იემენური მხარე, ამ შემთხვევაში ანსარალა, ჰუსიტები და მათ აქვთ შესაძლებლობა რომ გარკვეული გავლენა იქონიონ მსოფლიოს საზღვაო სავაჭრო ტრაფიკზე ამ მიმართულებით და აი ამ სავაჭრო ტრაფიკის მხოლოდ ნაწილზე იყოს გამოცხადებული ბლოკადა და მხოლოდ ვრცელდებოდა ებრაულ გემებზე, ისრაელის მფლობელობაში მყოფ სავაჭრო გემებზე ან წითელ ზღვაზე ისრაელის ერთადერთ პორტში, ეილატში მიმავალ სავაჭრო გემებზე. დასაწყისისთვის საკმაოდ შემცირდა ეილათის პორტის ვაჭრობა, ხოლო გასული წლის პირველ ნახევარში ამ პორტის მესაკუთრე კომპანიებმა გაბანკროტებაც კი გამოაცხადეს. ისრაელის ამ საზღვაო სავაჭრო ბლოკადის გასარღვევად შეერთებულმა შტატებმა პასუხი ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბერში დაანონსა, როდესაც მაშინდელმა თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გამოაცხადა სამხედრო ოპერაციის შესახებ, რომელსაც ეწოდებოდა ოპერაცია Prosperity Guardian, იგივე კეთილდღეობის მცველი და აი ამ ოპერაციას უნდა უზრუნველყო ამ ბლოკადის მოხსნა ისრაელზე და სავაჭრო სატრანსპორტო ტრაფიკის სრულად აღდგენა. თავდაპირველად ეს უნდა ყოფილიყო თავდაცვითი ოპერაცია იემენური თავდასხმებისგან, თუმცა 2024 წლის იანვარში ეს პრაქტიკულად გადაიზარდა თავდასხმით ოპერაციებში და შეერთებული შტატები ახორციელებდა უკვე საჰაერო თავდასხმებს იემენურ სახმელეთო ტერიტორიებზე, თუმცა ეს არ ყოფილა მხოლოდ შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებული სამხედრო ოპერაცია, აი ამ Prosperity Guardian შემდგომში შეუერთდნენ ევროპული მხარეები, ძირითადად დასავლური ქვეყნები, მაგრამ უარი თქვეს იემენის მეზობელმა არაბულმა ქვეყნებმა, რომელთა ინტერესში შედიოდა ამ ბლოკადის მოხსნა, ეს იქნება მაგალითად მეზობელი საუდის არაბეთი, იქნება ეგვიპტე, თუ იქნება არაბთა გაერთიანებული საემიროები. 2024 წლის უკვე შუა პერიოდისთვის გამოჩნდა ის, რომ ამ სამხედრო ოპერაციის ეფექტიანობა არ იყო ისეთი, როგორც იყო დაგეგმილი, ბევრმა აი ამ ალიანსის წევრმა დატოვა ეს ოპერაცია, მაგალითად გერმანელებმა, ფრანგებმა, ესპანელებმა და ბოლოს მხოლოდ შეერთებული შტატები და ბრიტანელები დარჩნენ. ამან გამოიწვია ის, რომ ანსარალას მიერ ისრაელის სავაჭრო გემებზე გამოცხადებული ბლოკადა გავრცელდა არა მხოლოდ ებრაულ გემებზე, არამედ იმ ქვეყნების სავაჭრო გემებზეც, რომლებიც აი ამ Prosperity Guardian-ის ოპერაციაში მონაწილეობდნენ. შესაბამისად, სავაჭრო ტრაფიკმა წითელი ზღვის მიმართულებით კიდევ უფრო იკლო და შემცირდა და გახდა რაღაც გლობალური კრიზისის ერთ-ერთი წერტილი აი ეს სავაჭრო მონაკვეთი. გასული წლის უკვე მეორე ნახევარში ინტენსივობა ამ ოპერაციის შემცირდა და ის საკუთარ მიზანს პრაქტიკულად ვერ აღწევდა, გამომდინარე იქიდან, რომ არათუ ეს ბლოკადა მოიხსნა, არაფერი გაფართოვდა და ამას დაემატა ისიც, რომ ანსარალას წინააღმდეგობა ისრაელის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა და მისი თავდასხმები ისრაელის მიმართ კიდევ უფრო გახშირდა და უფრო ისეთი მაღალ საფეხურზე ავიდა. ეს თავდასხმები იქნებოდა დრონებით, ბალისტიკური რაკეტებით.
ყველაზე ცნობილი ამ შემთხვევაში იყო შორმანძილზე ფრენი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც შექმნეს იემენელებმა და გამოიყენებოდა ისრაელის წინააღმდეგ, მის სახელი სიმბოლურად იყო პალესტინა და ამ ბალისტიკური რაკეტით გარკვეულწილად საფრთხე ექნებოდა ისრაელის საჰაერო სივრცეს. ანსარ-ალას ბლოკადის შედეგები 2025 წლისთვის გამოიყურებოდა შემდეგნაირად, რომ ამ ხნის განმავლობაში მათ 190 თავდასხმა განახორციელეს სხვადასხვა გემებზე, ამ გემთაგან 2 ჩაძირეს, ხოლო ერთი ტყვეობაში აიყვანეს ეს ცნობილი Galaxy Leader ებრაულ მფლობელობაში მყოფი და აი ამ ბლოკადის შედეგად დაიღუპა 4 მეზღვაურიც. შეერთებულ შტატებსა და იემენელ ჰუსიტებს შორის დაპირისპირების მეორე ეპიზოდი იწყება უკვე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ. ეს იწყება მარტის შუა რიცხვებში, როდესაც დონალდ ტრამპმა დაანონსა იემენელთა სრული განეიტრალების გეგმა, სამხედრო ოპერაცია Rough Rider, უხეში მხედარი და ეს საქმე ჩაბარდა თავდაცვის მდივარ პიტ ჰექსეტს და პიტ ჰექსეტი აი ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ მკაცრი, აგრესიული რიტორიკით გამოირჩეოდა, რომ ისინი სრულად გაანადგურებდნენ ანსარ-ალას, რომ ეს წინააღმდეგობა მათი ისრაელისა და დასავლურ გემების მიმართ საბოლოოდ აღიგვებოდა და აი მათ ხარდაჭერაში ის ირანს ადანაშაულებდა და აფრთხილებდა ირანს, რომ არ მიეცა შეიარაღება ჰუსიტებისთვის. და აი ამ ხნის განმავლობაში 15 მარტიდან 26 მაისამდე საკმაოდ აქტიური საჰაერო ოპერაციები ხორციელდებოდა შეერთებული შტატების მხრიდან. სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში, როგორც მედია იტყობინება, შეერთებულმა შტატებმა დახარჯა $1 მილიარდზე მეტი ღირებულების შეიარაღება, თუმცა ის მიზნები, რაც ამ ოპერაციას ჰქონდა დასახული, საბოლოოდ ვერ მიიღწა. პირიქით ანსარ-ალას წინააღმდეგობა და პასუხი უფრო და უფრო რეაქციული და აგრესიული ხდებოდა და აი ამ თვენახევრის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა მიიღო ის, რომ მას ჩამოუგდეს 17 RP-9 Reaper-ის ტიპის დრონი, რომელიც ღირებულება $30 მილიონ აღემატებოდა და ბოლო 10 დღის განმავლობაში მათ აი ამ ერთ-ერთ სამხედრო ავიამზიდიდან ავიამზიდ ტრუმენიდან 2 F-18 ტიპის ავიაგამანადგურებელი გადაუვარდათ, როგორც თვითონ ამას იძახიან. აი ამ ავიაგამანადგურებლის თითოს ღირებულება არის $67 მილიონი. მეორე F-18 ტიპის ავიაგამანადგურებლის დაკარგვა მოხდა მაისის დასაწყისში და ასევე მაისის დასაწყისში ჰუსიტებმა განახორციელეს უპრეცედენტო თავდასხმა ისრაელზე, მათ ბალისტიკური რაკეტა ესროლეს ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტს, რომელიც შორი ახლოს ჩამოვარდა ასაფრენ ბილიქთან და საკმაოდ მოზრდილი კრატერი წარმოქმნა, რამაც განაპირობა ისრაელის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა. თვითონ ჰუსიტებმა მანამდე დაანონსეს, რომ მათი მიზანი იყო ისრაელის საჰაერო სივრცის ბლოკირებაც, ანუ საზღვაო სივრცის ბლოკირებაც და უკვე საჰაერო სივრცის ბლოკირებაც, ანუ მათი პოლიტიკა ამას წარმოადგენდა და აქედან გამომდინარე იყო ის მოულოდნელი, რომ აი 2-3 დღეში ტრამპმა გამოაცხადა ამ დაპირისპირების დასრულება. რამდენიმე დღის წინ New York Times-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით, რატომ გამოაცხადა დონალდ ტრამპმა მოულოდნელი გამარჯვება ჰუსიტების წინააღმდეგ და აქ არის განხილული თუ რა რეალიები მიმდინარეობდა ვაშინგტონში ამ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით. სტატიაში ნახსენებია ის, რომ ტრამპის სურვილი ამ ოპერაციის დაწყებისას იყო ის, რომ 30 დღეში მიღწეული იყო ამ ოპერაციის მიზნები, თუმცა როდესაც 1 თვის შემდგომ მან მოითხოვა ამ ოპერაციის ანგარიში, თუ როგორ მიმდინარეობდა ის, აი ამ ანგარიშმა გამოავლინა ის, რომ თანდათანობით ეს უხეში მხედრის სამხედრო ოპერაცია გადაიზრდებოდა შეერთებული შტატების მორიგ ძვირად ღირებულ და დაუსრულებელ სამხედრო ჩართულობად, რაც თანათანობით ისეთი თავის ტკივილად შეიძლება გადაქცეულიყო დონალდ ტრამპისთვის და ამის შემდგომ დონალდ ტრამპმა დაიწყო გამოსავლის ძიებაზე მუშაობა და ომანის შუამავლობით მან სადა გარკვეულ შეთანხმებისთვის მიაღწია იემენელ ჰუსიტებთან და აი ეს შეთანხმება, არაფორმალური შეთანხმება, ეს არ არის რაღაც ოფიციალური დოკუმენტი, ფორმალური დოკუმენტი, რომელიც ორ მხარეს შორის გაფორმდა და გარკვეული ვალდებულებები აიღო ორივე მხარემ. ეს არის სიტყვიერი დიპლომატიური შეთანხმება, რომ ამ სამხედრო ოპერაციას შეერთებული შტატები აღარ გააგრძელებს და საპასუხოდ იემენური ანსარ-ალა აღარ დაესწრება თავს შეერთებული შტატების სამხედრო შეიარაღებას, იქნება ეს
ავიამზიდი, რომელიც იმყოფება წითელ ზღვაში, თუ სხვა საავიაციო შეიარაღება. შემდგომ გაირკვა, რომ ამ ოპერაციის მეთაური ვინც იყო, გენერალი მაიკლ კურილას მიზანი იყო, რომ გაენეიტრალებინა იემენის ლიდერშიპი, ანუ ხელმძღვანელობა, რომელიც არის ისრაელის ტაქტიკა და ამ ტაქტიკით მან ეს ტაქტიკა გამოიყენა მან ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ და ასევე ჰამასის წინააღმდეგ გასულ წელს, როდესაც მთლიანად მოხდა არათუ სამხედრო, არამედ პოლიტიკური ისტაბლიშმენტის განადგურება ამ ორი ორგანიზაციის და იგივე ტაქტიკა სურდათ რომ გამოეყენებინათ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, აი ეს მიზნებიც იქნა მიუღწეველი. ამ ტაქტიკის მომხრე იყო საუდის არაბეთი და საუდის არაბეთმა სადაზვერვო ინფორმაციაც კი მიაწოდა ამ შემთხვევაში შეერთებულ შტატებს, თუმცა აი ამ ოპერაციას ზოგადად სკეპტიკურად უყურებდა არაბთა გაერთიანებული საემიროები. შეერთებული შტატების ამ სამხედრო ოპერაციების წარუმატებლობა გარკვეულწილად გამოწვეულია იმით, რომ იემენური ანსარალა არის უკვე გამოცდილი ორგანიზაცია, ის 2015 წლიდან აწარმოებს უკვე წინააღმდეგობას საუდის არაბეთის, იმავე შეერთებული შტატების და სხვა სპარსეთის ყურის მონარქიების კოალიციის წინააღმდეგ და ის უკვე გამოცდილია ეგრეთ წოდებულ აი ამ ასიმეტრიულ ბრძოლაში და მან იცის საკუთარი ასე ვთქვათ შესაძლებლობები, საკუთარი რესურსები და როგორ შეიძლება აი ამ დომინანტ ძალებს გაუწიონ წინააღმდეგობა აი ამ ასიმეტრიულ ძალთა თანაფარდობაში. აქ შეიძლება ვისაუბროთ აი ამ ოპერაცია უხეში მხედრის წარუმატებლობის მიზეზებზე. პირველი ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის, რომ შეერთებული შტატებისთვის ეს სამხედრო ოპერაცია ჯდებოდა საკმაოდ ძვირი. ვახსენე კიდევაც, რომ დაახლოებით ერთ თვეში ეს სამხედრო ოპერაცია დაჯდა $1 მილიარდ მეტი და შეერთებული შტატების ძვირადღირებულ სამხედრო ტექნიკას ემუქრებოდა კვლავ საფრთხე და საპირისპიროდ მეორე მიზეზად შეიძლება ვთქვათ, რომ იემენურ ჰუსიტებს წინააღმდეგობა საკმაოდ იაფი უჯდებოდათ, ისინი საკმაოდ იაფასიანი შეიარაღებით უქმნიდნენ საფრთხეს შეერთებული შტატების ძვირადღირებულ სამხედრო ტექნიკას. მესამე ესეთი მნიშვნელოვანი მოცემულობა, რამაც შეაძლებინა ჰუსიტებს არის წინააღმდეგობა. ეს არის ის, რომ თვითონ ორგანიზაცია არის საკმაოდ ჩაკეტილი, დახურული, გასაიდუმლოებული. მათ სისტემაში შეღწევა სხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებს უჭირთ და მათზე ინფორმაცია არის რთულად მოსაპოვებელი. იგივე ეს სადაზვერვო დრონების საქმიანობა, შეერთებული შტატების სადაზვერვო დრონების საქმიანობა წარუმატებელი იყო, იმიტომ რომ როგორც ახსენე 17-ზე მეტი ასეთი მსგავსი დრონი ჩამოაგდეს. აი ამ ინფორმაციის უქონლობამ გამოიწვია ის, რომ მათ ვერ მიაღწიეს აი ტოპ ლიდერშიპის, ანუ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის განეიტრალება და იგივე სურათი არ ვიხილეთ ჰუსიტების შემთხვევაში, როგორც მაგალითად ვიხილეთ ჰეზბოლას და ჰამასის შემთხვევაში გასულ წელს. და ესეთი მეოთხე და ასევე მნიშვნელოვანი მოცემულობა იყო ის, რომ ამ სამხედრო ოპერაციას ამ შემთხვევაში არ შეუერთდნენ სხვა არაბული ქვეყნები, რომლებიც ადრე კოალიციაში იყვნენ შეერთებულ შტატებთან ერთად, გულისხმობ საუდის არაბეთს და გაერთიანებულ საემიროებს და ასევე ეგვიპტეს. ეგვიპტის ამ შემთხვევაში იემენური ანსარალა კატეგორიულად აფრთხილებდა აი მის ორ მეზობელს, კონკრეტულად საუდის არაბეთს და ასევე გაერთიანებულ საემიროებს, რომ თუ კი ისინი ამ სამხედრო ოპერაციაში მიიღებდნენ მონაწილეობას, მათ დაემუქრებოდათ საფრთხე, კონკრეტულად მათ ნავთობ რესურსებს. შეგახსენებთ ის, რომ 2019 წელს მოხდა მასირებული დრონების თავდასხმა ჰუსიტების მხრიდან საუდის არაბეთის ნავთობ მომპოვებელ პუნქტებზე და რამდენიმე ესეთი ნავთობსაცავი მაშინ აფეთქდა, რაც იყო საუდის არაბეთისთვის საკმაოდ ესეთი კრიტიკული სიგნალი, რომ თუ ის ესეთი უშუალო სამხედრო კონფლიქტებში ჩაერთვება გარკვეულ ძალებთან, მისი ნავთობ რესურსები იქნება აბსოლუტურად დაუცველი და თვითონ ეს ქვეყანას შეუქმნის საკმაოდ დიდ გამოწვევებს და შექმნის დესტაბილიზაციას გამომდინარე იქიდან, რომ საუდის არაბეთის მთავარი საექსპორტო საქონელი და მთავარი შემოსავლის წყარო ამ შემთხვევაში არის ნავთობი. აი ამ გაკვეთილიდან გამომდინარე იყო, რომ კონკრეტულად საუდის არაბეთმაც და გაერთიანებულმა საემიროებმაც თავი შეიკავეს უშუალო ჩართულებაზე ამ სამხედრო ოპერაციაში, მაგრამ ეგვიპტის მოტივები ამ შემთხვევაში განსხვავებული იყო.
აი ამ ბაბელმანდების სრუტის სანახევროდ აკეტვით საკმაოდ დიდი ზარალი ნახა ეგვიპტემ, გამომდინარე იქიდან, რომ ბაბელმანდების სრუტით შესული გემები შემდგომ გაივლიან სუეცის არხს და სუეცის არხში იხდიან მოსაკრებელს. აი ეს მოსაკრებლიდან შემოსული თანხები ეგვიპტეს საკმაოდ შეუმცირდა. თუმცა აქ არის პოლიტიკური განზომილება. პოლიტიკური კუთხით ეგვიპტის ხელისუფლება ფიზიკურად ვერ ჩაერთვებოდა აი ამ სამხედრო ოპერაციაში, გამომდინარე იქიდან, რომ ჰუსიტების ეს ბლოკადა არის პალესტინელთა მხარდასაჭერად და ეგვიპტური საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა არის პალესტინური სოლიდარობის გამომხატველი და მათ აქვთ საკმაოდ დიდი კრიტიკული განწყობა ხელისუფლების მიმართ, რომელიც აქტიურ ნაბიჯებს ადგენს პალესტინელთა მხარდასაჭერად და თუ ეს ხელისუფლება პირიქით არათუ პალესტინელთა მხარდასაჭერად, არამედ მართი მხარდამჭერის წინააღმდეგ ჩაერთვებოდა სამხედრო ოპერაციაში, ეს შიდა გამოწვევებს ქმნიდა აი ამ აბდელ ფატა ალ-სისის ხელისუფლების მიმართ, ამიტომ ეგვიპტემაც ამ მხრივ თავი შეიკავა. ზოგადად რო შევაფასოთ ახლა ეს რეალიები შეერთებული შტატებისა და ჰუსიტების დაპირისპირების, აი ამ მოვლენებმა აჩვენა ის, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ჩართულობას თანდათანობით უფრო ეზრდება ლიმიტები, ანუ ისეთივე მარტივი და ესეთი ღია ნებელობა შეერთებულ შტატებს მომავალში ვეღარ ექნება, რომ მან აწარმოოს სამხედრო კონფლიქტები ამა თუ იმ ქვეყნის წინააღმდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ შეიცვალა თავად ომის წარმოების მეთოდები, საშუალებები, შეიარაღება, საკმაოდ იცვლება ესეთი ანუ სამხედრო სტატისტიკური უპირატესობა აღარ არის განსაზღვრელი გარკვეულწილად ომის შედეგებისთვის, ხო? ანუ სამხედრო ასიმეტრია არაფერს პრაქტიკულად არ გასაზღვრავს, მაგრამ რაღაც სუბიექტს შეუძლია, რომ საკუთარი სიმცირიდან ან რაღაც რესურსული სიმცირიდან გამომდინარე, მაინც შეუძლია წინააღმდეგობა გაწიოს ისეთი, რომ მაგალითად აი ამ სამხედრო დომინანტ მხარეს არ უღირდეს სამხედრო კამპანიების წარმოება. მეორე მომენტი, რაც აქ არის მნიშვნელოვანი, არის ის, რომ აი ამ ჰუსიტებთან დაპირისპირებით საკმაოდ დიდი პრესტიჟული ზიანი მიადგა შეერთებული შტატების საზღვაო ძალებს და აჩვენა ის, რომ თანამედროვე სამხედრო დაპირისპირებებში მსხვილი საზღვაო ხომალდები არიან საკმაოდ მოწყვლადები, თანამედროვე აი ამ სარაკეტო და დრონების ტექნოლოგიების განვითარებამ გამოიწვია ის, რომ მსხვილი სამხედრო გემები არის ძალიან მარტივი სამიზნეები აი ამ თავდასხმებისთვის და საკმაოდ იოლია მათი განეიტრალება და რომელიც ასე ვთქვათ თუკი ცივი ომის განმავლობაში იყო ესეთი შიშის მომგვრელი სამხედრო შეიარაღება, ავიამზიდები, რომლებიც რეალურად არის ზღვაზე ცურავი ავიაბაზა, დღეს ისინი არიან საკმაოდ მოწყვლადები, რომელთა ხარჯი არ შეესაბამება მათ მიერ ასე ვთქვათ გენერირებულ უსაფრთხოებას და შეიძლება ვთქვათ, რომ თანდათანობით შეიძლება დაიწყოს პარადიგმული ცვლილება აი ამ საზღვაო ძალებისთან დაკავშირებით შეერთებული შტატებისთვის. აი ამ კუთხით შეიძლება უწოდოთ აი ამ სულ რაღაც აი ამ თვენახევრიან დაპირისპირებას ეპოქალური მომენტიც კი. აი ამ სამხედრო ოპერაციის წარუმატებლობის სხვა ასპექტზეც რო ვისაუბროთ, აი ამ ოპერაციამ არათუ ვერ შეაჩერა ანსარალას წინააღმდეგობა, პირიქით გრძელდება აი ეს ბლოკადა ისრაელის სავაჭრო გემებზე და პირიქით ჰუსიტები თანათანობით უფრო აქტიურ და უფრო ხარისხობრივად მაღალ დონეზე გადადიან ისრაელთან წინააღმდეგობაში, ანუ რისთვისაც თავის დროზე 2023 წლის დეკემბერში შეერთებულმა შტატებმა დაიწყო აი ამ ჰუსიტების წინააღმდეგ კონფლიქტი, ისევ იმ სტატუს-კვოს დაუბრუნდით 6 მაისს, ანუ ეს წელიწად ნახევარი შეერთებული შტატების სამხედრო ჩართულობის აღმოჩნდა ამ შემთხვევაში უშედეგო და ამიტომაც შეიძლება შეფასდეს ეს გარკვეულწილად წარუმატებლობად და პირიქით ჰუსიტების წინააღმდეგობის წარმატებად. სავარაუდოდ მომავალში ისრაელის პოლიტიკა ჰუსიტების წინააღმდეგ ისევე გადაინაცვლებს სადაზვერვო მიმართულებით და ისინი შეეცდებიან ამ ორგანიზაციის უფრო ახლო შესწავლას, მეტი ინფორმაციის მოპოვებას და იმავე სტრატეგიის, იმავე ტაქტიკის განხორციელებას, რაც მათ გამოიყენეს ჰეზბოლას წინააღმდეგ, თუმცა ბოლო მონაცემებით ჰუსიტების
როგორც ორგანიზაციის რაოდენობა თანდათანობით იზრდება და ის უფრო პოპულარობას იძენს თავად იემენში, იმ ტერიტორიებზე, სადაც ანსარ ალა აკონტროლებს იემენს და ასევე იმ ტერიტორიებზე, სადაც მას არ აქვს კონტროლი თავად იემენში და ასევე უნდა ვთქვათ, რომ თვითონ არაბულ სამყაროში ორგანიზაცია ანსარ ალა საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი რჩებიან პალესტინური საკითხის ერთ-ერთ თავარ პრაქტიკულ დამცველებად და თავად პალესტინელების პრაქტიკულ დამცველებად, ასევე არ არის ის წინააღმდეგობა არაბ სუნიტებში, რომ ისინი ჰუსიტები არიან შიიტები, ზაიდიტი არაბები, ანუ ეს რელიგიური განზომილებაც კი ამ შემთხვევაში გადაილახა. მეორე საკითხი, რაზეც მინდა გესაუბროთ, ეს არის თურქეთში ქურთა მუშათა პარტიის მიერ დაანონსებული განიარაღების პოლიტიკა. პრაქტიკულად ორგანიზაციამ გამოაცხადა თვითლიკვიდაციის შესახებ, რომ ის წყვეტს არსებობას და თურქი ქურთები განაგრძობენ საქმიანობას დემოკრატიული მეთოდებით და დემოკრატიულ თურქეთში დემოკრატიულ პროცესებში ჩაერთვებიან და შეწყვეტენ იმ ტერორისტულ აქტივობებს და ტერორისტულ მეთოდებს, რასაც ისინი ბოლო 40 წელზე მეტია იყენებენ თურქული სამხედრო ძალების წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში ორგანიზაციის ლიდერმა, რომელიც იმყოფება უკვე აწლეულებია საპატიმროში, აბდულა ოჯალანმა უწოდა ორგანიზაციას, რომ განიარაღებულიყო და დემოკრატიულ მეთოდებით გაეგრძელებინა ბრძოლა. აი ამ განცხადებას ჰქონდა გარკვეულწილად გამოხმაურება PKK-ს მებრძოლების მხრიდან და საბოლოოდ მაისის დასაწყისში ერაყის ტერიტორიაზე გაურკვეველ ადგილას ჩატარდა ორგანიზაციის რიგით მე-12 კონგრესი და აი ამ კონგრესმა მიიღო ზუსტად აი განიარაღების და დაშლის შესახებ გადაწყვეტილება. მათ განცხადებაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ამ მეთოდით წინააღმდეგობამ საკუთარი თავი ამოწურა და რომ ამიერიდან ორგანიზაცია შეეცდება, რომ მხოლოდ დემოკრატიული მეთოდები გამოიყენოს და დემოკრატიულ პროცესებში ჩაერთოს თავად თურქეთში. ეს მოვლენა უნდა განვიხილოთ ორი განზომილებით, შიდა პოლიტიკური და რეგიონული პოლიტიკური განზომილებით. პირველი მათგანი არის საკმაოდ საინტერესო. თუ კი აღარ იარსებებს ქურთა მუშათა პარტია, თუ კი მსგავსი ტიპის მასშტაბური ტერორისტული ორგანიზაცია აღარ იქნება, რომელსაც თურქული სახელმწიფო ბოლო 40 წელიწადია ებრძვის, მაშინ უკვე თურქულ სახელმწიფოს აღარ ექნება იმის შესაძლებლობა, რომ შიდა პოლიტიკის სეკურიტიზაცია მოახდინოს. ანუ შიდა პოლიტიკური პროცესების უსაფრთხოების ჭრილში განხილვა და წარმოება და ჩვენ ბოლო წლებია ძალიან აქტიურად ვხედავთ იმას, თუ როგორ იყენებს აი ამ ტერორისტულ საფრთხეს თურქული ხელისუფლება პოლიტიკური პროცესების სამართავად. ჩვენ ვხედავდით მაგალითად როგორ აკავებდნენ სხვადასხვა ქურთულ მუნიციპალიტეტებში არჩეულ მერებს ამ ტერორიზმის ბრალდებით, ასევე როგორ აკავებდნენ სხვადასხვა საჯარო პირებს იგივე ბრალდებებით და ხდებოდა ესეთი საკმაოდ ხისტი და მკაცრი პოლიტიკის წარმოება ტერორიზმის თავის არიდების არგუმენტით, ხო? ასევე PKK-ს გაუქმება საფუძველს იძლევა იმისა, რომ ქურთა დემოკრატიული პარტია თურქეთში აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკაში და მისი ლიდერი, რომელიც 10 წელზე მეტი უკვე დაკავებულია სელაჰატინ დემირტაში, გათავისუფლდეს და ეს ქურთა პოლიტიკური ხმა უფრო ეს აქტიური იყოს თურქულ პოლიტიკაში. ასევე PKK-ს გაუქმება საფუძველს ხმის, რომ თავად ოჯალანიც იქნას გათავისუფლებული. საკმაოდ ბევრი ესეთი მოსაზრება გამოითქვა ამასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად ერდოღანის ხელისუფლებას სურს, რომ ქურთების სახით ახალი მოკავშირე შეიძინოს თურქულ პოლიტიკაში. ამ მოსაზრების არგუმენტს წარმოადგენს ის, რომ ქურთებთან ნორმალიზების დღის წესრიგში შემოტანა დაიწყო ერდოღანის პოლიტიკურმა მოკავშირემ ულტრანაციონალისტმა დევლეთ ბაჰჩელიმ, რომელმაც გამოთქვა სურვილი, რომ თუ კი ოჯალანი მოუწოდებდა საკუთარ ორგანიზაციას განიარაღებულიყო, მაშინ მოხდებოდა ქურთული პოლიტიკური ჯგუფების ნორმალიზება თურქულ პოლიტიკაში და თავად ოჯალანის გათავისუფლებაც. ამ მოსაზრებას თუ განვავრცობთ, შესაძლებელია ქურთებთან დაწყებული ნორმალიზებით რეჯეპ ტაიპ ერდოღანს სურდეს კონსტიტუციური ცვლილებების დღის წესრიგში დაყენება, ქურთებით თურქული ოპოზიციის გარკვეულწილად დემორალიზაცია, მათი გაფანტვა, შეიძლება თუ ესე უფრო შორს წავალ თვითონ
ქურთები გახდნენ პოლიტიკური მოკავშირეები ერდოღანის და ერდოღანმა სამომავლოდ შეინარჩუნოს ძალაუფლება კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად და მიეცეს ძალაუფლებაში დარჩენის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მოსაზრებაა, თუმცა ამ მოსაზრებას კვლავ უმყარებს ის მოცემულობა მხარს, რომ საკმაოდ მოულოდნელად და საკმაოდ სწრაფად მოხდა აი ეს ქურთების საკითხის დღის წესრიგში დაყენება და ამ პრობლემის გადაჭრა სულ რამდენიმე თვეში და ეს შემრიგებლური რიტორიკა თურქული სახელმწიფოს მხრიდან ესეც საკმაოდ მოულოდნელობა იყო და მსგავსი პროცესები ვერ განვითარდებოდა, რომ არ ყოფილიყო წინასწარი ესეთი ნებელობა თურქული სახელმწიფოს მხრიდან და გარკვეულ პროცესებზე ესეთი მწვანე შუქი, რაც აი ამ მოსაზრებას რაც მე ვახსენე, რომ ერდოღანს სურს ქურთების სახით ახალი პოლიტიკური მოკავშირე შეძენა თურქულ პოლიტიკაში, აი მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს, თუმცა ჯერჯერობით დაველოდოთ აქ მოვლენების განვითარებას. ხოლო რაც შეეხება რეგიონული პოლიტიკის განზომილებას, PKK წლების განმავლობაში წარმოადგენდა მთავარ წინააღმდეგობის ორგანიზაციას, რომელსაც სურდა ქურთული სეპარატიზმი და ქურთულ ნაციონალიზმი მათზე იდგა და მას შეყურებდა სხვა ქურთული წინააღმდეგობის მოძრაობები სხვა ქვეყნებში, ეს იყო ასე ვთქვათ ლიდერი ორგანიზაცია. თუ კი PKK ამ შემთხვევაში აღარ იარსებებს, გარკვეულწილად უკვე სკეპსისი გაჩნდება სხვა ქურთულ წინააღმდეგობებში, გულისხმობს სირიაში ქურთთა წინააღმდეგობას, ასევე ირანში, გარკვეულწილად ერაყშიც, ანუ მათი სეპარატიზმი და მათი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის სავარაუდოდ გარკვეულ მომავალში გადაიწევს. PKK-ს დაშლის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ იმასაც, თუ რა მოვლენები განვითარდა სირიაში, რომ სირიაში ჩამოიშალა ასადის ხელისუფლება და ხელისუფლებაში მოვიდა პროთურქული აჰმად ალ-შარას ტრანზიციული მთავრობა, იგივე მუჰამედ ალ-ჯულანის ხელისუფლება. სირია 10 წლების განმავლობაში იყო PKK-ს თავშესაფარი და გარკვეულწილად არაფორმალური მხარდამჭერი PKK-ს წინააღმდეგობის. ანუ ამ შემთხვევაში PKK-მ დაკარგა ერთი სახელმწიფო როგორც მისი თავშესაფარი და ასევე თურქებს საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს ერაყის ქურთულ ფედერაციასთან, ბარზანების ხელისუფლებასთან, ანუ ერაყშიც უკვე PKK-ს მებრძოლებს დიდი ესეთი თავშესაფრის ადგილიც აღარ დარჩათ. ანუ რესურსულად თანდათანობით PKK უფრო და უფრო მწირი ხდებოდა და დღეისათვის სულ ეს იყო. შეგახსენებთ, რომ მოიწონოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი. ეს დიდი ვეზირია, მე შოთათ ხელიძე ვარ დროებით.